იცით თუ არა რომ ის შეკითხვა რომლის დასმაც ყველაზე ძალიან გერიდება შეიძლება გახდეს თქვენი განკურნების გასაღები. მე ვარ ვახო ჯაფარიძე, ფსიქოლოგი და ფსიქოთერაპევტი და ამ ვიდეოში მინდა უპასუხო რამდენიმე შეკითხვას, რომელიც თქვენგან მივიღე და შესაძლოა ამ შეკითხვებში თქვენ ამოიცნოთ თქვენი თავი და თქვენი პრობლემები. მაშინ სადამე, პირველი შეკითხვა. შფოთს რით უშველო, თითქოს რაღაც ცუდი უნდა მოხდეს, სულ დაძაბული ვარ ბოლო პერიოდში. აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი, როდესაც გვაქვს საქმე შფოთთან და რაღაც წინად გრძნობებთან, გეგონება მომავალთან დაკავშირებით, შეიძლება მოხდეს რაღაცა ცუდი. აქ უნდა გავითვალისწინოთ ერთი საინტერესო მექანიზმი, როგორ მუშაობს ჩვენი ტვინი. ჯერ სხეულში გვიჩნდება დისკომფორტის შეგრძნება, შფოთვისთვის დამახასიათებელი და შემდეგ ჩვენი ტვინი ცდილობს რამენაირად აუხსნას, ასე ვთქვათ, საკუთარ თავს, რატო შფოთავ ეხლა ამ მომენტში, ხო? რითია ეს გამოწვეული და შესაბამისად გერწება ფანტაზია და იგონებ რაღაცა ნეგატიურ სიუჟეტებს მომავალთან დაკავშირებით. შესაბამისად თავი და თავი ამ შფოთის მდგომარეობის არის ზუსტად ის ნეგატიური შინაგანი მდგომარეობა, რომელიც ჩნდება სხეულში. რატო შეიძლება გაჩნდეს სხეულში ესეთ ნეგატიური მდგომარეობა? შეიძლება ეს იყოს წარსულში რაღაცა გადაუხარშავი ნეგატიური სიტუაციის, ნეგატიური მოგონების გამოძახილი და აწმყო სიტუაციაში დღესდღეობით რაღაცა გახსენებდეთ იმ სიტუაციას. ან რაღაცა ვიზუალური გამოსახულება, ან რაღაცა ხმა, ან რაღაცა სუნი, ან თვითონ ასე ვთქვათ სიტუაციის ტიპი, როგორც ასეთი, შეიძლება აღვიძებდეს იმ მოგონებებს და გიქმნიდეთ სხეულში ამ ნეგატიურ განცდას. ამ შემთხვევაში შეგვიძლია გავაკეთოთ ესეთი რაღაცა, დავაკვირდეთ თვითონ ამ შეგრძნებას, დავუხუჭოთ თვალი და წარმოვიდგინოთ, რომ დროის ესეთი ჯადოსნური მანქანით აღმოჩნდით ზუსტად იმ წარსულში, სადაც ეს შეგრძნება გაჩნდა და ესე შეგიძლიათ გააცნობიეროთ ელემენტარულად, სად არის ამ პრობლემის რეალური მიზეზი და მიხვდებით, რომ მომავალთან არანაირი კავშირი არ აქვს ამ შფოთს და საქმე იყო მხოლოდ გადაუხარშავ ნეგატიურ მოგონებაში. შემდეგი შეკითხვა წავიკითხოთ. ყველაფერი მეზარება, დილით ადგომა მიჭირს, არაფრის თავი არ მაქვს. რა შეიძლება გავაკეთო? დეპრესია მაქვს? ამას წერს ქალბატონი. იმ შემთხვევაში თუ გვაქვს ესეთი სიმპტომები, პირველი რაც უნდა ვქნათ, უნდა მივმართოთ ექიმს და გამოვიკვლიოთ ჩვენი ორგანიზმი, ხო არ არის, ასე ვთქვათ, ესეთი დასუსტება და პასიურობა გამოწვეული რაღაცა ორგანული მიზეზებით. იმ შემთხვევაში თუ ეს ორგანული მიზეზები გამოირიცხა და მაინც გვაქვს ესეთი შინაგანი მდგომარეობა, აქ შეიძლება იყოს რამდენიმე მომენტი. მაგალითად, შეიძლება ესეთი მდგომარეობა იყოს მიღებული შოკური ტრავმის შედეგი. მაგალითად, ბოლო ნახევარი წლის მანძილზე მოხდა რაღაცა ისეთი ცხოვრებაში, რამაც გამოიწვია შოკი. და აი ამ შოკზე შეიძლება გქონდეს ესეთი რეაქცია, გეგონება სურვილები გაგიქრა საერთოდ რამის კეთების. და გინდა მაქსიმალურად, ასე ვთქვათ, შეზღუდო გარე სამყაროსთან კომუნიკაცია, ჩამოაფარო ბნელი ფარდები და იწვეს სახლში. ამ შემთხვევაში თუ ამასთან გვაქვს საქმე, საჭიროა მივმართოთ კვალიფიციურ ფსიქოთერაპევტს. ანუ მობზანდეთ ფსიქოთერაპიაზე, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ თუ ასეთი შოკური ეპიზოდები იყო, ჯერთ ეს, საკმაოდ გიუნეული ადამიანისთვის, ხო, ამით ცხოვრება და მეორე ამის გადამუშავება საკმაოდ სწრაფად ხდება ხოლმე. მეორე მომენტი, ანალოგიური მდგომარეობა შეიძლება გქონდეს მაშინ, როდესაც ხანგრძლივი დროის მანძილზე ცხოვრობდით სტრესულ პირობებში. რაღაცა მომენტში უბრალოდ გადაიღალა როგორც ორგანიზმი, ისე ფსიქიკა. და უბრალოდ აღარ რეაგირებს რაღაცა ისე ინტენსიურად შიდა და გარე გამღიზიანებლებს. ამ შემთხვევაში გვჭირდება შინაგანი აღდგენა, დაგროვილი სტრესისგან გათავისუფლება. ერთ-ერთი გზა, რომელთაც ჩვენ შეგვიძლია გავთავისუფლდეთ ასეთ დაგროვილი სტრესისგან, ეს არის სავარჯიშო, რომელიც შემიძლია გაგიზიაროთ ახლა, კეთდება საკმაოდ მარტივად. შეგიძლიათ აიღოთ ხელები, დაიდოთ მხრებზე და დაიწყოთ აი ესეთი
მოძრაობის კეთება, ხო? აი უფრო მოფერებას რომ გავდეს ეს მოძრაობა, შემდეგ დახუჭეთ თვალი, გააგრძელეთ ეს მოძრაობა და წარმოიდგინეთ, რომ მოსეირნობთ ზღვის პირას. ლამაზ პლიაჟზე და მოდი ხმამაღლა დავთვალოთ ნაბიჯები, 20 ნაბიჯი. 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 გავახილოთ თვალი. ეხლა თავი შევინარჩუნოთ ერთ ადგილას და მხოლოდ თვალებით გავიხედეთ მარჯვნივ, მარცხნივ, მარჯვნივ, მარცხნივ, მარჯვნივ, მარცხნივ, მარჯვნივ, მარცხნივ, მარჯვნივ, მარცხნივ. დავხუჭეთ თვალი და მოდი წარმოვიდგინოთ, ეხლა თითქოს ვსეირნობთ ლამაზ მწვანე პარკში. და მოდი აქაც დავთვალოთ ხმამაღლა 20 ნაბიჯი. 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 ვაგრძელებთ ხელის მოძრაობას, ვახელთ თვალს, გავიხედეთ მხოლოდ თვალებით. მარჯვნივ, მარცხნივ, მარჯვნივ, მარცხნივ, მარჯვნივ, მარცხნივ, მარჯვნივ, მარცხნივ, მარჯვნივ, მარცხნივ. დავხუჭოთ თვალი. ეხლა წარმოიდგინეთ, რომ ჩამოდიხართ ლამაზ კიბეზე და მოდი აქაც დავთვალოთ 20 ნაბიჯი. 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 ვაგრძელებთ ხელის მოძრაობას, გავახილეთ თვალი, მხოლოდ თვალებით გავიხედეთ მარჯვნივ, მარცხნივ, მარჯვნივ, მარცხნივ, მარჯვნივ, მარცხნივ, მარჯვნივ, მარცხნივ, მარჯვნივ, მარცხნივ. დავხუჭეთ თვალი, შევწყვიტეთ ხელის მოძრაობა, ჩავისუნთქოთ ჰაერი ცოტა ღრმად, გამოუშვათ. გაახილეთ თვალი და დააკვირდით. სავარაუდოდ თავს იგრძნობთ უფრო კარგად, უფრო შვიდად. აი ეს სავარჯიშო შეგიძლიათ აკეთოთ ასე ვთქვათ, დაძინებასთან ახლოს ყოველ დღე ან კვირაში 4-ჯერ, 5-ჯერ მაინც, სადაც თვენახევრის მანძილზე. რომ ის დაგროვილი სტრესი, ასე ვთქვათ, რომელიც სტრესული პერიოდის ცხოვრების გამო დაგროვდა, რომ ამისგან გათავისუფლდეთ და სადღაც ერთ კვირაში, ორ კვირაში თუ იგრძენით, ასე ვთქვათ, რომ გახდით უფრო ოპტიმისტური, გახსნილი ცხოვრების ხალის წამოვიდა, ესე იგი გააგრძელეთ ეს სავარჯიშო, ესე თვენახევარი. თუ გრძნობთ, რომ ამას არანაირი შედეგი არ აქვს, მაშინ მოვბრძანდით პირად კონსულტაციას და ფსიქოთერაპიას. და აქვე შემდეგი შეკითხვა, თქვენთან კონსულტაციაზე ჩაწერა როგორ ხდება. ესე იგი, ჩემთან პირადი ურთიერთობის ორი ფორმა არსებობს. ერთი ფორმა ეს არის უშუალო პირადი კონსულტაცია, რომელიც ტარდება ორ ფორმატში. ერთი ეს არის პირისპირ კონსულტაცია, მეორე ეს არის ონლაინ კონსულტაცია. იმ შემთხვევაში თუ სხვაგან ცხოვრობთ, ან იმ შემთხვევაში თუ არ გაქვთ სამოძრაო დრო, მაინდა-მაინც ხო ხანდახან ზოგი ადამიანისთვის ონლაინი უფრო მისაღებია. კონსულტაცია გრძელდება 60-დან 90 წუთამდე, გააჩნია რამდენი დაჭირდება ამ შემთხვევაში ადამიანს იმისთვის, რომ სრულფასოვნად დამუშავდეს ის საკითხი, რა საკითხითაც მან მომართა. ჩაწერა ხდება შემდეგნაირად, პირად კონსულტაციაზე შეგიძლიათ მომწეროთ ამის შესახებ პირად მიმოწერაში, პირად მესიჯებში, ჩემს Facebook page-ზე ფსიქოლოგი ვახტანგ ჯაფარიძე. მეორე ფორმა ეს არის ჩემი დახურული კლუბი, სადაც ყოველკვირეულად ტარდება სხვა თემაზე მეცადინეობები, როგორც ონლაინ ფორმატში, ისე ოფლაინ ფორმატში. ამ შემთხვევაში წინსწრებად გეძლევათ ძალიან დიდი რაოდენობით ინფორმაცია, რომელიც გაძლევთ საშუალებას, რომ
პრობლემები მოაგვაროთ მანამ სანამ აღმოჩნდებით პრობლემურ სიტუაციაში. აი მაგალითად, როდესაც იცი რა ცხოვრებისეული ამოცანები გადაწყვეტა მოგიწევს რა ასაკში, შეგიძლია ეს წინასწარ გააკეთო, როდესაც ეს პერიოდი დადგება, ხო, იყო აბსოლუტურად მშვიდად, კომფორტულად და კარგად. ნუ ეს ერთი მარტივი მაგალითი, ხო? ამის თაობაზეც შეგიძლიათ დამიკავშირდეთ პირად მიმოწერაში, შეგიძლიათ მონაწილეობა მიიღოთ კლუბში. გარდა ამისა, კლუბის მონაწილეებს აქვს ძალიან ბევრი ბონუსი ჩემს სხვა პროდუქტებთან, სერვისებთან, პროგრამებთან, ასე ვთქვათ, დაკავშირებით. შემდეგი შეკითხვა წავიკითხოთ. არას თქმა მიჭირს და უხეშობაზე ვჩუმდები ხოლმე. როგორ ვუპასუხო, არ ვიცი. ჩუმდები და მერე ჩემ თავზე სულ ბრაზდები, როგორ მიუჩინო ყველას თავისი ადგილი. ასაგები. ესე იგი, თქვენი შეკითხვიდან ჩანს, რომ ასე ვთქვათ, ესეთი პასუხის გაცემაში არ ხართ გავარჯიშებული. და აქ ჭირდებათ ორი რამ. პირველი, ეს არის შინაგანი მდგომარეობა, რომელშიც შეგიძლიათ, ასე ვთქვათ, დაიცვათ საკუთარი ინტერესები და მეორე, კონკრეტული მეთოდი, როგორ შეიძლება ეს გავაკეთოთ. რაც შეეხება შინაგან მდგომარეობას, ნუ კარგი იქნება თუ აქ თავდაჯერებულობაზე იმუშავებთ. ხო, ასე ვთქვათ, ამას თუ მიხედავთ თვით შეფასებას. სიტუაციურად შეგიძლიათ უბრალოდ წარმოიდგინოთ, რომ ამ ადამიანს აქვს თქვენი ვალი და არ გიბრუნებთ გაიხანია და გაგიქრებათ, ასე ვთქვათ, ყველანაირი დისკომფორტი სიტუაციურად და შეძლებთ საკუთარი ინტერესების დაცვისათვის უფრო, ასე ვთქვათ, ეფექტურ მდგომარეობაში მოსვლას, ეს ერთი. მეორე ეს არის გზა, ასე ვთქვათ, უშუალოდ მეთოდი, რომელთაც ეს შეგიძლიათ გააკეთოთ და ეს მეთოდი მოიცავს 4 მარტივ ნაბიჯს. პირველი, უთხარით ადამიანს კონკრეტულად მისი რომელი ქცევა არ მოგწონთ, ხო? მაგალითად, შენ აკეთებ ამას, ამას და ამას. მეორე ნაბიჯი და ეს ჩემში იწვევს ასეთ და ასეთ ემოციებს და ეს ემოციები გამოთქვით, გაბრაზებული ვარ, შეშინებული ვარ, ნაწყენი ვარ, შეურაცხყოფილად გრძნობ თავს, რაც არის. მესამე ნაბიჯზე აუხსენით ადამიანს, რა შეიძლება მიადგეს ამით ზიანი, ხო? თუ მისი ესეთი ქცევა გაგრძელდება. ასე ვთქვათ, რა საერთო საქმე ფუჭდება, მარტივად რო ვთქვათ. და მეოთხე, აღუწერეთ ადამიანს კონკრეტულად რა ქცევას მოელით მისგან ამ უხეშობის საპასუხოდ. ხო, ნუ ეტყვით, რომ აი ამას და ამას ნოაკეთებ. პირიქით უთხარით, თუ შეიძლება მოიქეცი ასე, ასე და ასე. აი ამით რო დაიწყოთ, ხო? ასე ვთქვათ, კარგი დასაწყისი იქნება იმისთვის, რომ ნელ-ნელა განავითაროთ საკუთარ თავში, საკუთარი ინტერესების დაცვის უნარი. გარდა ამისა, კიდევ მინდა გამცნოთ, რომ ცოტა ხანში ჩატარდება ჩემი ესეთი მინი ლექცია ტრენინგი, რომელიც მიეძღვნება ჩვენს უნარს ამოვიცნოთ სხვა ადამიანები. მოგეხსენებათ, ადამიანები შეიძლება დავყოთ 7 თანდაყოლილ ფსიქოტიპად, ხო, რომელიც ბუნებრივად მოგვდევს. ანუ ადამიანები ამ თვალსაზრისით 7 კატეგორიად შეიძლება დავყოთ. და ყველა ფსიქოტიპს ახასიათებს თავისი ტიპის მეტყველება, თავისი ტიპის ჩაცმა, თავისი ტიპის ქცევა, თავისი ტიპის მიზნები, ასე ვთქვათ, თავისი სისუსტეები, სიძლიერეები და ძალიან სასარგებლოა, რომ ასეთი, ასე ვთქვათ, ფსიქოტიპის ამოცნობა ვიცოდეთ სხვა ადამიანში. რისთვის? რომ ვიცოდეთ რას ველოდოთ მისგან, რას არ ველოდოთ მისგან, ხო? რა შეიძლება მოთხოვოთ, რას ვერ მოთხოვ ელემენტარულად, იმიტომ რომ ძალიანაც რომ მომდეს ვერ იზავს. შესაბამისად, ამ ლექციის ჩატარებას ვაპირებ ცოტა ხანში, ანონსს დამატებითად დავდებ და ეს ცოდნა მოგცემთ საშუალებას, რომ ასე ვთქვათ, ადამიანები გახდნენ გადაშლილი წიგნები თქვენთვის, მათი ქცევის პროგნოზირება შეძლოთ. დღეისათვის სულ ეს არის, გახსოვდეთ, რომ ეს არის უსაფრთხო სივრცე, ამ სივრცეში თქვენ შეგიძლიათ დასვათ შეკითხვა, შეგიძლიათ კომენტარებში დაწეროთ შეკითხვა, შეგიძლიათ ანონიმურად მომწეროთ პირადში ეს შეკითხვა, ის რომელიც გაწუხებთ და შემდეგ აი ესეთ ვიდეოებში ამ შეკითხვებს გავცემ
პასუხს, ანუ ერთად გავავლით ამას ყველაფერს. გაუფრთხილდით თავს, გისურვებთ ჯანმრთელობას და მომავალ შეხვედრამდე.